რაც ჩამოვედი ეგვიპტეში და ვათვალიერებ ტაძრებს, იმის მერე ვეძებ ამ სიმბოლოს თუკი სად იქნებოდა გამოსახული და აი მევაგენი სამყაროში ქალი შემოდის კოსმიური ქალღმერთის, კოსმიური დედის, ტერა მატერის ღვთაებრივი პროგრამით. ორი უძველესი ეგვიპტური ტაძარი, ისისის ტაძარი ფილაეში და ჰათჰორის ტაძარი დენდერაში ინახავს ქალური ენერგიების გაღვიძებისა და გაძლიერების საიდუმლოებებს. ეს საიდუმლო ცოდნები აღბეჭდილია ეგვიპტური ტაძრების კედლებზე. მათ სიმბოლოებსა და ქალღმერთების ატრიბუტებში. ქალღმერთ ჰათჰორისა და ქალღმერთ ისისის ქურუმები 1000 წლეულების განმავლობაში გადასცემდნენ ქალური საწყისის კოსმიური ენერგიების გაცოცხლების საიდუმლო ტექნიკებს თავიანთ განდობილებს. ყველა კულტურულ ტრადიციაში, ყველა ბედნიერი, ძლიერი, გაბრწყინებული ქალის უკან სხვადასხვა სულიერი პრაქტიკით გაღვიძებული ქალური ენერგია დგას. როგორ გავაღვიძოთ და გავაძლიეროთ ქალური საწყისი? როგორ დავძრათ და ამოვზიდოთ ეს ყოვლისშემძლე ქალური ენერგია ჩვენი არსების ბნელი შრეებიდან? ყველა ცივილიზაციის ტრადიციაში იცოდნენ, რომ ქალური ენერგიის პირველ წყარო ქალის საშველოსნოა. საშველოსნოს სახით ქალში ბიოლოგიურად არის ჩაშენებული ალქიმიური ქურა ატანორი. მასთან ენერგეტიკული და ვიბრაციული კავშირი მთლიანად განსაზღვრავს ქალის ცხოვრების ხარისხს და მიმართულებებს. სექსუალური ენერგია, სიყვარული, მიზიდულობა, ხანგრძლივი ახალგაზრდობა სხეულის უჯრედულ დონეზე, შვილიერება, სიუხვე, ჯანმრთელობა, წონასწორობა და სიმშვიდე. როგორც კოსმიური ნაკადები, ისე მოედინება ქალის მთავარი ენერგეტიკული ცენტრიდან, საშველოსნოდან. აქედან კი ქალის მთელ არსებაში განიფინება და ქალი ამ ყველაფრის უშრეტი წყარო ხდება. საშველოსნო ქალისთვის არ არის მხოლოდ რეპროდუქციის, შვილიერების ორგანო, არამედ საშველოსნო ქალისთვის არის შესაქმის ადგილი. ენერგეტიკულად სუფთა, გამთბარ, გაღვიძებულ საშველოსნოში აკუმულირებულ ქალურ ენერგიას ისევე შეუძლია დაბადოს ნებისმიერი ახალი რეალობა, როგორც ქალი ბადებს ახალ სიცოცხლეს საკუთარი საშველოსნოდან. ძველ ეგვიპტეში განსაკუთრებით ძლიერი იყო ქალღმერთების კულტი. ამ ქალღმერთების მთავარი მისტერიები მიმართულია კოსმიური დედის, კოსმიური ქალღმერთის ენერგიის გაღვიძებისა და გაძლიერებისკენ. ეს მისტერიები ტარდებოდა მთელ ეგვიპტეში, ჰათჰორისა და ისისის დიდ თუ მცირე ტაძრებში. ეხლა შევდივარ ჰათჰორის ტაძარში, დენდერაში ვარ. აქ გვხვდება საოცრება. ცისფერი ფერები, ოქროს ფერები. და რაც თავარია, ჩემი ქალღმერთის ჰათჰორის ენერგიები. ჰათჰორის ტაძრის იდუმალი, ლამაზი ცისფერი ფერმენტით მოხატული კედლები ინახავენ ყველაზე დიდი ეგვიპტური ქალღმერთის, ჰათჰორ ისისის ქალური მისტერიების საიდუმლოებებს. ეს საიდუმლო ცოდნები კოდირებულია ეგვიპტურ სიმბოლოებში, რომელთაც ეგვიპტური ტაძრების კედლებზე განუწყვეტლივ ვაწყდებით. ეგვიპტელები ქმნიდნენ მაღალ ვიბრაციულ სიმბოლოებს და მათ იყენებდნენ სხვადასხვა სულიერ და მაგიურ პრაქტიკაში. ქალური საწყისის ენერგიების გაღვიძებისა და გაძლიერებისთვის ძველ ეგვიპტეში ჰათჰორისა და ისისის ქურუმებმა შექმნეს საშველოსნოს უძლიერესი სიმბოლური გამოსახულება ტიეტი. ჰათჰორისა და ისისის მისტერიებში ტიეტის პრაქტიკების გზით უპირველესად აცოცხლებდნენ, აძლიერებდნენ, აქტიურებდნენ ქალის მთავარ ენერგეტიკულ ცენტრს საშველოსნოს. ამიტომაც იმეორებს ტიეტი საშველოსნოს გრაფიკულ გამოსახულებას.
მოგვიანებით ტიეტის სიმბოლოსაგან განვითარდა ძველ ეგვიპტური რელიგიის მთავარი ეზოთერიული სიმბოლო ანხი, ჯვარი წრიული თავით. ანხი, როგორც სიცოცხლის გასაღები, ძალიან ბევრი ღმერთის ხელში არის ესეთი ინსტრუმენტი, ცხვირზე მიდევით გადასცემს სასიცოცხლო სუნთქვას ფარაონს. რიტუალი არის ძალიან საინტერესო. ცხვირზე ადებს ანხს, აი ჩემი წერტილი ცხვირზეც. მაგიტომ აქვს. თითქოს ჰათჰორი სუჭირავს ეს ინსტრუმენტი და ჰათჰორი ადებს ხოლმე ცხვირზე ხელს, აი ამ ანხს და აძლევს ამით ანხის ძალას, ანუ სიცოცხლის ძალას. ანხი ყველა ღმერთის განუშორებელი ღვთაებრივი ატრიბუტი. ანხი ღმერთების მარადიული სიცოცხლისა და ღვთაებრივი სუნთქვის გასაღები. ანხი წარმოიშვა ტიეტიდან, კოსმიური დედის საშველოსნოდან. ტიეტს უწოდეს ისისის წნული, ისისის სარტყელი, ისისის სისხლი, ისისის კაბის კვანძი. ტიეტს ასევე აიგივებდნენ ქალის სასქესო ორგანოსთან. რაც ჩამოვედი ეგვიპტეში და მათვალიერებ ტაძრებს იმის მერე ვეძებ ამ სიმბოლოს თუკი სად იქნებოდა გამოსახული და აი მევაგენი ვეძებ ისისის წნულს. ითვლება, რომ ამ სიმბოლოდან წარმოიშვა ანხი, ეს უფრო ძველი ვერსია. ამ სიმბოლოთი მუშაობ ქალურ თემებზე, ქალურ პრობლემებზე და ეს არის სიმბოლო, რომელიც ჩვენ მოახლოვებს ჩვენ ქალურ საწყისთან. როგორც ჩანს, ამ სიმბოლოთი ისეთივე ძლიერი პრაქტიკები და მისტერიები ტარდებოდა როგორც ამის. ეს არც არის განსაკვირი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა ჰათჰორის ტაძარში და სწორედ ჰათჰორის ტაძარში წავაწყდი ამ სიმბოლოს. ჰათჰორის ტაძრის ამ პატარა განაპირა ოთახში ამ კარით შემოვედი. მისი ღია ჭერი მთლიანად ტიეტისა და ჯედის სიმბოლოებით არის შემოვლებული. ტიეტი ქალური საწყისის, საშველოსნოსა და ქალის სასქესო ორგანოს სიმბოლოა. ხოლო ჯედის სიმბოლოა მამაკაცური საწყისის, ხერხემლის, ღერძის, საყრდენის, სტაბილურობის. ჯედს ოსირისის ხერხემალს უწოდებენ და იმავდროულად მამაკაცის სასქესო ორგანოსთან აიგივებენ. ჯედი იმეორებს ოსირისის ერეგირებული ფალოსის მოდელს, რომლითაც კოსმიური დედა ისისი ნაყოფიერდება და იბადება ცნობიერების მესამე თვალი ჰორი. ტიეტი და ჯედი შეესაბამება ინისა და იანის სიმბოლოებს, რომელთაც ასევე ერთად გამოსახავენ აღმოსავლურ ტრადიციაში. ესაა ქალური და მამაკაცური საწყისების, ასევე ყოველგვარი პოლარობის გამთლიანების მანიფესტაცია. გამთლიანება ყველაზე მაღალი ცნობიერების გამოვლინებაში. ჰათჰორის ტაძრის ამ პატარა განყენებული ოთახის მდებარეობა, ზომა, მოხატულობა და სიმბოლოები ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ამ პატარა ოთახში იმართებოდა ტიეტის პრაქტიკები, ჰათჰორის ქურუმთა მთავარი ქალური ინიციაციები. მე ხა ვერ გეტყვით ბოლომდე ყველაფერს, ეს არის ჩემი ინიციაციის საიდუმლო და თუ გინდათ თქვენ რომ გაზიაროთ ამ საიდუმლოს, რომელიც ამ სიმბოლოს უკავშირდება, ამ სიმბოლოთი ქალურ პრაქტიკებს უკავშირდება, იმისთვის უბრალოდ ჩემთან უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ ეს მართლაც იცოდნა, რომელიც მე ეგვიპტური საწყისებთან კავშირის შემდეგ გამეცნე.